დაობებული სოსისი, მატლების საკვებში გაყინული ხორცი, დაუდგენელი წარმოშობის სპრედი, დამპალი ბოსტნეული და ხილი, ხოჭო ხაჭაპურში. ეს ჩამონათვალი ციხეების სასადილოების რევიზიის ოფიციალური დოკუმენტებიდანაა. რა საჭმევენ პატიმრებს ციხეებში რადიო თავისუფლება 2019-2025 წლების კვების ხარისხის ანგარიშებს გაეცნო, რომელსაც მათივე ინფორმაციით პენიტენციური სამსახური 4 წლის განმავლობაში მალავდა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად ქაღალდზე პატიმრებისა და ციხეების თანამშრომელთა მენიუ მრავალფეროვანია, თუმცა განსხვავებულ რეალობაზე ყვებიან ყოფილი მსჯავრდებულები, რომლებიც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის პირობის დაცვით ესაუბრდნენ. მათი თქმით, ხშირად პატიმრებს გაუსუფთავებელ, ბუმბულიან, ზოგჯერ კი დამპალ ხორცს საჭმევდნენ. ფაფებში კი მსჯავრდებულები მწერებს პოულობდნენ. ისეთი ხორცი იყო, რომ არის მომიმოა ზაღლის შეჭამდა რა. ყველაზე მომიმოა ყველაზე უარი მე. რაც გადასაგდებია მე მომია ის მომქონდა ჩემი აზრით და იმიტომ მარტო მედია და ძალიან ბევრი ვერ ჭამდნენ რა ხალხი რა. ხალხის პარკლები მოდიოდა თავის იმის რა ბუმბულების ზარავი ნუ გაუსუფთავებელი და ხანდახან ერთხელაც დამპალის მოვიდა. კარაკს გავს რა. არ ვიცი რა ხემია და რა ვაფშე რა. არ ვიცი რა არის რა. ხალხს საშინელი რაღაცაა რა. ანუ სალათები მოდიოდა, მაგრამ ყოველთვის არ იჭმებოდა რა. იყო ეს რამდენიმეჯერ იყო მე ავიღე და გადავყარე რა. კატლეტი ხო მოგონდა, მაგრამ ეს კატლეტი თუ იყო არ ვიცი რა. ფაფაში იყო ხოლმე ძირითადად ეს პატარა ტარაკანი. ფაფებში ვამოწევნის კაროჩ კოს რო ჭამთ რაღაც რომ ვერ შეეგეთ მოიყო რა ძმი. საჭმელი საშინელი არის და რა ვარ ტარაკანებით ისეთი მოგიწყარი ყოველობით ხონდა. პენიტენციურ სისტემას 2019 წლიდან კომპანია ილი ჯგუფი ამარაგებს, რომელსაც ორი დამფუძნებელი ჰყავს. იაში იგივე ილია ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით კომპანიის დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები არიან. შესწავლილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ილი ჯგუფის და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლობის სქემა ასეთია. ილი ჯგუფი სისტემატურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს. ამ დარღვევის შესახებ ოქმებს ადგენს პენიტენციური სამსახურის ინსპექტირების კომისია. ოქმების საფუძველზე სამსახური კომპანიას სოლიდურ ჯარიმებს აკისრებს. ილი ჯგუფი ჯარიმებს არ იხდის და სასამართლოში ასაჩივრებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით 2026 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიას პატიმრების კვებისთვის თითქმის 1 მილიონი ლარი ჩაურიცხეს. მიუხედავად დარღვევებისა, ამ დრომდე პატიმრებსა და ციხეების თანამშრომლებს საკვებით ისევ ილი ჯგუფი ამარაგებს.